ამ თუთებში ამერიკის შეერთებული შტატები ახალ დარტყმას აყენებს ირანს. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა გამოაცხადა ეკონომიკური დღის დაწყება ირანის წინააღმდეგ და ამ კამპანიას უწოდა ყველაზე მასშტაბური ფინანსური შეტევა მოწინააღმდეგეზე. როგორც ცნობილია, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აპირებს გააფართოს მეორადი სანქციების გამოყენება კომპანიებსა და ქვეყნებზე, რომლებიც ინარჩუნებენ ბიზნეს კავშირებს ირანთან, რათა გააძლიერონ ზეწოლა თეირანზე. სანქციების ოფიციალური წარდგენა დაგეგმილია ორშაბათს საღამოს ევროპული დროით, თუმცა უკვე ახლა ირანის ვალუტამ კიდევ ერთი ანტირეკორდი მოხსნა. უბრალოდ დაფიქრდით, ერთი ამერიკული დოლარი ხიბს 2 მილიონი ირანული რიალი. ირანული რიალის ისტორიულ მინიმუმამდე ვარდნა გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მასობრივი პროტესტებისა 2026 წლის დასაწყისში, რომლებიც ძალადობრივად იქნა ჩახშობილი. და აი დღეს ირანულმა რიალმა თეირანში ახალი ანტირეკორდი დაამყარა. ამიტომ ირანი უკვე იმუქრება საპასუხო დარტყმით, მაგრამ არა აშშ-ზე, არამედ სპარსეთის ყურის მეზობელ ქვეყნებზე. თუმცა ამავე დროს ჩნდება სრულიად მოულოდნელი ინფორმაცია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პაკისტანს მიმართეს თხოვნით, რომ მან აღადგინოს მოლაპარაკებები თეირანის რეჟიმთან. და აი პაკისტანის არმიის წარმომადგენელი დღეს თეირანში დაეშვა. ხოლო ხვალ თეირანი ომანის წარმომადგენელს ელოდება. მოგლედ, მოდით ამ თემაზე ვისაუბროთ. მე ალექსეი პეჩიორ და სანამ დავიწყეთ, ვთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება და არ დაგავიწყეთ კომენტარის დაწერა. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა გამოაცხადა ეკონომიკური დღის დაწყება ირანის წინააღმდეგ. ბესენტის თქმით, ეს არის ყველაზე მასშტაბური ფინანსური შეტევა, რომელიც ოდესმე განხორციელებულა მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. მან თავისი პოზიცია გააჟღერა X პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში და ცალკე სვეტში Financial Times-ში, რომლებიც ერთ-დღეს გამოქვეყნდა. ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამხედრო კამპანიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ირანის სამხედრო პოტენციალი და დაასუსტა მისი ბირთვული პროგრამა. მან დაამატა, რომ ადმინისტრაცია ახლა ომის დასკვნით ეტაპზე შედის და რომ ეკონომიკური ზომები ამოქმედდება განთიადზე. როგორც ის ამბობს, ანუ ძალიან მალე. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის თქმით, მიზანია ყველა ეკონომიკური არხის გადაკეტვა, რომლებიც ტირანულ რეჟიმს ამარაგებს, სანამ თეირანი სრულ იზოლაციაში არ აღმოჩნდება, ეს იყო ციტატა. ბესენტმა გააფრთხილა, რომ ქვეყნები, რომლებიც აგრძელებენ ირანული ნავთობის ყიდვას ან გადაზიდვას, ფინანსური ნაკადების უზრუნველყოფას სავალუტო პუნქტებისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონების მეშვეობით, რეისების მომსახურებას, გემების რეესტრების წარმოებას, ან ზღვაზე საწვავის გადატვირთვის ხელშეწყობას. რისკავენ დააჩქარონ საკუთარი იზოლაცია თუ არ გაწყვეტენ დარჩენილ კავშირებს ირანთან. ეს განცხადებები მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გასულ კვირას გაკეთებულ შენიშვნებს. მაშინ შეგახსენებთ, ტრამპმა True Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში გამოაცხადა ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციაზე, რომელიც ოდესმე განხორციელებულა ვინმეს წინააღმდეგ. მიუხედავად ყველა ამ ხმაურიანი განცხადებისა, კონკრეტული ზომები ჯერ არ დასახელებულა და ისინი ცოტა მოგვიანებით გამოცხადდება. ხოლო ამ დროს როგორც უკვე თქვი, ახლა გახდა ცნობილი, რომ ამერიკელებმა მაინც სთხოვეს პაკისტანს, რომ დაეხმაროს ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენაში. ასევე ცნობილია, დღეს უკვე გამოჩნდა პირველი კადრები, თუ როგორ ჩავიდა პაკისტანის არმიის შტაბის უფროსი ასიმ მუნირი თეირანში, რათა ირანის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები გამართოს. ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პროცესი არსად გამქრალა. ტრამპი აცხადებს, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ რეალურად კულისებში ისინი გრძელდებიან. როგორც ჩანს, სკოტ ბესენტის მიერ წარმოდგენილი მონახაზის მიხედვით, სანქციების პაკეტი შეიძლება კონცენტრირებული იყოს მეორეულ სანქციებზე ქვეყნების და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც აგრძელებენ ირანული ნავთობის შეძენას. მის ფინანსურ ოპერაციებს ემსახურებიან, თანამშრომლობენ დაკავშირებულ ბანკებთან, ან უჭერენ მხარს საზღვაო გადაზიდვებს და სხვა კომერციულ ახებს, უკვე მოქმედ საზღვაო ბლოკადასთან ერთად. საინტერესოა, როგორ იქცევა ბაზარი და ბაზარი საერთოდ შეწყვიტა ადეკვატურად რეაგირება ვაშინგტონის ყველა ამ განცხადებაზე. ორშაბათ დილით ნავთობის ფასები იკლებდა მიუხედავად რიტორიკის გამკაცრებისა. ამ გამოშვების ჩაწევის მომენტისთვის ეტალონური ნავთობი Brent ვაჭრობაშია დაახლოებით $91.5 ბარელზე. ეს $2 ნაკლებია პარასკევის დახურვის დონეზე. ვარდნა შეიძლება იყოს დაკავშირებული მოგების ფიქსაციასთან, ბოლო ზრდის შემდეგ, ასევე ცნობებთან დროებით გაზრდილ ტანკერების მოძრაობაზე, ჰორმუზის სრუტეში.
აქ აღნიშნავ, რომ საზღვაო სტატისტიკის მონაცემებით, რომელსაც დღეს აქვეყნებს სააგენტო აქსიოსი. პარასკევის ღამეს, ანუ ეს არის ბოლო მონაცემები, აი პარასკევის ღამეს, ხორმუზის სრუტის სამხრეთ არხით. ეს არის ომანის სანაპიროს გასწვრივ. დაახლოებით 40 ტანკერი გავიდა, რომლებმაც დაახლოებით 16 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიტანეს. ეს უფრო მეტია ვიდრე 15-დან 20-მდე გემი, რომლებიც წინა ღამეებში ფიქსირდებოდა. როგორც უკვე გითხარით, ამერიკის არმიამ მართლაც ორგანიზება გაუკეთა ასეთ ღამის რეისებს, რომლებიც ღამის საფარში ამერიკელი სამხედროების დაცვით ხდებოდა. ისინი ერთსა და იმავე დროის მონაკვეთში, ერთი და იმავე მარშრუტით, ყველა ეს ტანკერი შედის სპარსეთის ყურეში. იქ იტვირთებიან და შემდეგ განსაზღვრულ დროის მონაკვეთში და განსაზღვრული მარშრუტით ტოვებენ მას. და აი ხუთშაბათიდან პარასკევზე გადასულ ღამეს უკვე 40 ტანკერის ასე გატარება მოხერხდა. ეს რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ მაინც ნიშნულად ნაკლებია იმ მაჩვენებლებთან შედარებით, რაც ომამდე იყო. აი ირანი ჯერ კიდევ არ იცის როგორ იქნება სანქციები, უკვე გადავიდა ახალ მუქარებზე. ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოს მდივანმა ქსენ რიზაიმ კვირას თეირანის შესაძლო საპასუხო ზომებზე ისაუბრა. შემდეგ მის ციტატას უცვლელად მოგიყვანთ. თუ ეკონომიკური ომი გაგრძელდება, არც ერთი წვეთი ნავთობი არ გავა ექსპორტზე, არც ჰორმუზის სრუტიდან და არც სპარსეთის ყურის რომელიმე წერტილიდან. ირანი შეაფასებს ნებისმიერი ქვეყნის მონაწილეობას ან მხარდაჭერას აშშ-ის ეკონომიკურ ომში ირანის ხალხის წინააღმდეგ, როგორც ღია ომის აქტს. ამავე დროს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც სხვათა შორის შესაძლოა ახალი სანქციები შეეხოს, რადგან ჩინეთის ნავთო გადამამუშავებელი ქარხნები იღებენ ირანულ ნავთობს, ხოლო ჩინეთის ბანკები სწორედ ამ გადახდებს ახორციელებენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ პეკინი, რომელიც თეირანის სავაჭრო პარტნიორია, ყურადღებით დააკვირდება სიტუაციის განვითარებას და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს ზომებს საკუთარი ინტერესების დასაცავად. ამასობაში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაგაიმ დღესაც განაცხადა, რომ ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი საიდ ბადრ ალ-ბუსაიდი თეირანი უკვე სამშაბათს, რათა გააგრძელოს მოლაპარაკებები ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის მართვასთან დაკავშირებით. ამავე დროს ირანმა გააფრთხილა, რომ გემები, რომლებიც თეირანის მიერ დადგენილ წესებს დაარღვევენ, ხორმუზის სრუტის გავლაზე დაწესებულ წესებს შეიძლება შეხვდნენ ისეთ ზომებს, როგორიცაა ჯარიმები, დაკავება ან კონფისკაცია. ამის შესახებ სხვათა შორის განაცხადა სპარსეთის ყურის საქმეთა სამმართველო. ეს არის ახალი ორგანო, რომელიც ირანმა შექმნა ხორმუზის სრუტის სამართავად, რომელიც შეგახსენებთ მაინც საერთაშორისო წყლის გზად ითვლება. მაგრამ ირანმა ასევე დაიწყო თავისი მუქარების განხორციელება, თუმცა როგორც ყოველთვის, ამას ბოლომდე საკუთარი ხელით არ აკეთებს. დღეს დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტომ განაცხადა, რომ საუდის არაბეთის პორტულ ქალაქ იანბუდან დასავლეთით 63 საზღვაო მილის მანძილზე. წითელ ზღვაში ტანკერს უცნობმა ჭურმა დაარტყა, რის შედეგადაც გემის მთავარ გემბანზე ხანძარი გაჩნდა. დაიმახსოვრეთ ეს მომენტი, უკვე ორშაბათს დღისით ირანის თანამძრახველებმა, ანუ იემენელმა ხუსიტებმა განაცხადა სარაკეტო დარტყმებზე საუდის არაბეთის ჯარების პოზიციებზე იემენის საზღვართან და ასევე საუდის არაბეთის ტერიტორიაზე. სარმობის წარმომადგენლის თქმით, დარტყმები განხორციელდა ბანაკებზე ალ-აბრეში, ალ-ვადიაში და ვადიაში და ალ-ქანაიში. იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს საერთაშორისო დონეზე აღიარებული და საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი იემენის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მოქმედი საბჭო. გარდა ამისა, ხუსიტებმა დაადასტურეს, რომ სწორედ მათ მიაყენეს დარტყმა ტანკერს წითელ ზღვაში. მათ განაცხადეს, რომ ტანკერ ამბზანს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც მის ბორტზე გაჩნდა ხანძარი. ანუ ხდება ის, რასაც ჩვენ თქვენთან ერთად ადრე განვიხილავდით. ანუ ის, რომ აშშ გადადის ომის ეკონომიკურ ფაზაზე, სულაც არ ნიშნავს, რომ ირანი უარს იტყვის სამხედრო ფაზაზე. მიუხედავად იმისა, რომ ირანი უკვე გრძნობს სანქციების ზეწოლას, რომლებიც ჯერ კიდევ არ შემოუღიათ, ირანულმა რეალმა ახალი ანტირეკორდი დაამყარა. მისი კურსი შავ ბაზარზე დაეცა 2 მილიონ რეალამდე, 1 ამერიკული დოლარისთვის. 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც შეგახსენებთ პროტესტები დაიწყო, $1 დაახლოებით 1,5 მილიონ რეალად იყიდებოდა. და იმ მომენტისთვის კურსი უკვე 60%-ით დაეცა 12 დღიანი ომის შემდეგ. ირანიდან ნავთობის ექსპორტი პრაქტიკულად შეწყდა. განაცხადა გასულ კვირას ირანის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ აბდალ ნასერ ჰემატიმ.
აშშ-ში საზღვაო ბლოკადის შედეგად დატვირთული ირანული ტანკერები ვერ ტოვებენ სპარსეთის ყურეს, რომლის ფარგლებს გარეთ მათ ცარიელი გემების მთელი ფლოტი ელოდება. მალაიზიის მახლობლად, სადაც ტრადიციულად ირანული ნავთობი გადაიტვირთება ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში მისაწოდებლად, ეხლა ცარიელი ტანკერები უმოქმედოდ დგანან და ელიან იმ ნავთობს, რომელიც ვერ ტოვებს სპარსეთის ყურეს. გარდა ამისა, ახალი სანქციების მოლოდინში გაერთიანებული არაბეთის ემირატები, რომლებიც ირანის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენდნენ, გასულ კვირას მათ შეაჩერეს ყველა ფინანსური ოპერაცია თეირანთან. ასე რომ ომის ახალი ფაზა დაიწყო და როგორც კი სანქციების სრული პაკეტი გამოცხადდება, ჩვენ ისევ შევხვდებით ამ YouTube არხზე. ამიტომ არ დაგავიწყეთ, გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ ძარს, რომ მიიღოთ შეთხობინება ახალი გამოშვების შესახებ. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.